ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გლობალური ავიაციის სექტორი ისტორიული მასშტაბის ფინანსურ ზარალს განიცდის. თებერვლის ბოლოდან ირანის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ჩართულობით დაწყებული კონფლიქტის შედეგად მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საჰაერო დერეფნების ფუნქციონირება სრულად შეჩერდა. უსაფრთხოების კრიტიკული რისკების გამო ირანის, ერაყის, სირიის, კატარის, ბაჰრეინის, ქუეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიისა და ისრაელის საჰაერო სივრცეები ჩაიკეტა. ამ შეზღუდვების ფონზე ახლო აღმოსავლეთის მთავარი სტრატეგიული ავიაჰაბების, კერძოდ დუბაის, დოჰას, აბუ-დაბისა და შარჟას საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა ფაქტობრივად გაჩერდა. საჰაერო სივრცეების დახურვის გამო მსოფლიო მასშტაბით 18,000-ზე მეტი კომერციული და სატვირთო რეისი მყისიერად გაუქმდა. ტრანზიტული კვანძების გაჩერების გამო უმსხვილესი ავიაკომპანიების, მათ შორის ემირატსის, კატარ ეირვეისისა და ეთიჰედის ოპერაციები მინიმუმამდე დავიდა. ნორმალურ პირობებში ამ რეგიონის გავლით დღიურად მილიონამდე მგზავრის გადაყვანა ხორციელდება. ახლა კი დახურული ავიახაზების გამო ინდუსტრიის პირდაპირი ფინანსური დანაკარგები ყოველთვიურად $100 მილიონი იზრდება. უახლესი საავიაციო მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ყურის რეგიონის უმსხვილესი გადამზიდავების მიერ დღიურად $200 მილიონი მოცულობის შემოსავალი იკარგება. კონფლიქტის დაწყებიდან პირველივე კვირაში ამ ავიაკომპანიების ჯამურმა ზარალმა $1 მილიარდ გადააჭარბა. თითოეული გაუქმებული შორ-მაგისტრალური ფრენის გამო ავიაკომპანიების მიერ $80,000 ფინანსური დანაკლისი ფიქსირდება. ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპული და აზიური ავიახაზების მიერ ალტერნატიული გაცილებით გრძელი და არაეფექტიანი მარშრუტები გამოიყენება. ახალი რეისები ძირითადად საქართველოსა და აზერბაიჯანის ვიწრო საჰაერო დერეფნის ან საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილის გავლით სრულდება. თითოეული ასეთი შემოვლითი რეისის შესრულებისას ფრენის დრო საშუალოდ 2-3 საათით გახანგრძლივდა. ფრენის ხანგრძლივობის ზრდის გამო თითოეულ რეისზე საოპერაციო ხარჯები $20,000-დან $60,000-მდე იზრდება. გრძელი მარშრუტების დასაფარად ავიაკომპანიები უფრო მეტ საავიაციო საწვავს ხარჯავენ. საწვავის გლობალური ფასების მკვეთრი ზრდისა და გახანგრძლივებული მარშრუტების გამო ავიაციის ინდუსტრიის მოგებიანობის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარამდე დაეცა. საავიაციო ინდუსტრიის ბიუჯეტის 30-40%-მდე სწორედ საწვავის ხარჯებზე მოდის. ექსპერტების გათვლებით, ინდუსტრიის მიერ მოგების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხერხდება, როდესაც ერთი ბარელი საწვავის ფასი $72 არ აღემატება. დღევანდელი კრიზისის ფონზე კი გაზრდილი ფასების გამო გადამზიდავების ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. სამგზავრო რეისების გაუქმების პარალელურად, ჰაბებში ჩარჩენილი მგზავრების გამო ავიაკომპანიების მიერ უზარმაზარი ფინანსური რესურსი იხარჯება. ხოლო ყურის რეგიონის კომპანიების მიერ მგზავრების რეპატრიაციისა და დაბინავებისთვის $100 მილიონზე მეტი გამოიყო. სამგზავრო ავიაციის გარდა კატასტროფული ფინანსური დარტყმა სატვირთო ავიაციის სექტორმა მიიღო. გლობალური მასშტაბით საჰაერო ტვირთების 12% სწორედ ახლო აღმოსავლეთის გავლით იგზავნებოდა. საავიაციო ექსპერტების შეფასებით, ჰაბების დახურვის გამო გლობალური საჰაერო ტვირთბრუნვის მოცულობა 18%-ით შემცირდა. მარშრუტების ცვლილებებისა და ლოგისტიკური შეფერხებების გამო აზიასა და ევროპას შორის საჰაერო ტვირთების გადაზიდვის ტარიფები 84%-ით გაწვირდა. პარალელურად საჰაერო სივრცეების ჩაკეტვის გამო რეგიონის სახელმწიფოების მიერ სანავიგაციო და სატრანზიტო მოსაკრებლების სახით უზარმაზარი თანხები იკარგება. მაგალითად, სატრანზიტო ფრენების გაჩერების გამო მხოლოდ ერაყის საავიაციო სექტორის მიერ 19 დღის განმავლობაში $43 მილიონი ოდენობის ზარალი დაფიქსირდა. ეს ტენდენცია აზიის რეგიონის აეროპორტებზეც მძიმედ აისახება. საომარი მოქმედებების ზონაში მოხვედრილი აეროპორტების სარადარო სისტემებისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განადგურების რისკების გამო საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება. $5 მილიარდი ღირებულების მქონე საავიაციო დაზღვევის ბაზრის მიერ პრემიების ფასები მკვეთრად გაიზარდა. სადაზღვეო კომპანიების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მფრინავი კომპანიებისთვის გაზრდილი ტარიფები დაწესდა. ინფრასტრუქტურის შეჩერების, საწვავის გაძვირებისა და ოპერაციების გაუქმების მიზეზით მსოფლიო ავიაციის სექტორის მიერ მილიარდობით $-ის შეუქცევადი ფინანსური ზარალი ფიქსირდება. ერთი რამ ცალსახაა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო კომერციული ავიაციის სექტორის მიერ განვითარების სრულიად ახალი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.